დღეს უნდა გაგაცნოთ კიდევ ერთი მანდალოელი, გემრიელი კაცი, მშრომელი კაცი, კაი კაცი, შევქეთ გელაძე. ახლა მასთან მივდივართ. ნახოთ. შევქეთ ბიძაო. გაუმარჯოს. Hadi. Raça bagayı da suak kolu yaşın. Bitom. Esegi. Raça didi konu bagak ya grovili. Araken bagi es kumasya. Kaumorjos. Arjova. Bagozandevi. Evet. Khom khalkhnet. Allah aşkına. Vartın ben. Gazagastubri khomits yakhla shenme. Oburiyums. Shenistana mashkatsebs da khalbatonebs romelits akhalgazdebi arian. Tovebda ai es darcheba arkivshi da Batona. დღესაც ვნახავენ და 100 წლის მერაც. Şeva arkemi itxoleba. თქვენი ხანუმი სახში ბზანდება. Şeva beza. კარგით, მაშინ გავაგზავნოთ თუ შეიძლება და თუ მივიღებთ იგი, ჩავწეროთ პატარა სიუჟეტი. შეიძლება შემოვიდე? მოგზანდით. გამარჯობათ. მე ასე მოულოდნელად ვადგები თავზე ადამიანებს და ცოტა რაღაც ისინი ნახონდეს ისკიდები მოგზანდები. ყველაზე ნაღდი ეს არის პირდაპირ ადამიანთან მიხვალ შინაურულად და არავით არის ზედმეტობის გარეშე. კაიხარით, მოგზანდით. Şöyle şvahva şinavlebi var. კი ბატონო. შევქეთ ბიძია. ყველგან ტრადიციულად ასე ვიწყებს, სულ შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ რა ვქნა, თქვენი ასაკი მაინტერესებს. რამდენისა ბზანდებით? მან 82-ში var ახლა. 82-ში. მახე? 82-ში. ოჩო, მაგრად გამოიყურებით. მე ერთი რაღაცა დავდივარ და ერთი სტატისტიკური რაღაც შევისწავლე. გელაძეებს გაქვთ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რაღაც გენი და ღმერთმა დიდხანს და ძლიერად გავყოფნოთ. ერთმა ყველას ვიცეს, კარგი, იდა გენიც. ახლა ყველას ერთ-ერთი შეკითხვები გამომდის, მაგრამ რა ვქნათ, იდეა ეს არის და რა თქმა უნდა, ასე უნდა ვთქვათ. აი, შეგეძლია, როდის თქვათ დაიბადეთ 42-ში, ხო? 43-ში. 43-ში რომ დაიბადეთ და რაც გახსოვთ, რაც დაგამახსოვდა შენი ბავშვობიდან და დღემდე 82 წლისა რომ ბზანდებით. აი ეს მონაკვეთი შეგიძლია ამიღწე რომ პატარა 5 წუთიან 10 წუთიან სიუჟეტში მაგალითად ისტორიაში. ახლა დავიბადე 2009-ში. ამ მნიშვნელობად ამდენი დედმამიშვილი იყავით თქვენ? ამდენი დედმამიშვილი იყავით? ხუთი დედმამიშვილი იყავით, ხო? ეს ძირი ოჯახი ახლა შენ სადაც ხარ თუ? ზევით ცხოვრობდით. იქ ხონდა სახლი. მაღლა ხონდა ძველი სახლი. იქიდან განაწილებული ვართ ყველა. სკოლასა დაამთავრეთ? სკოლა აგერდა დამთავრდა. გამაში დაგე. სკოლაში. კი ბატონო. ჩვენ სკოლაში აქ დავდიოდი მაგ. თქვენი მეუღლე საიდან ბზანდებათ? ადგილობრივია, ხო? ადგილობრივია, დაგიძებინა. თქვენ რას ვეთქვით ვიცოლა? დაგიძებიდან ახლოს ვარ, რა თქმა უნდა, მალე ავდიოდი დედაჩემთან. მოხიცი იყო დედაჩემიც. ახლოს ასენიც გვეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა. ზათი დედაჩემიც აღარ იყო სამშობლოვან მყავდა ვინმე. და ცდები ახლოს მყავდა, შვილები მყავდა. და ესე ერთად ვიყავით. რამდენი დედმამიშვილი ყავით თქვენ? ჩვენ 6. 6 დედმა. და ერთი ძმა. ერთი ძმა, ის ერთი ძმა მე რამდენადაც ვიცი
სალიხ მამუჭაძე იყო, ხო? და მე მგონი დანდარველები რომ ამას მოისმენენ და არა მარტო დანდარველები, სალიხ მამუჭაძე იყო გამოჩენილი მართლა ხალხური მთქმელი და ძალიან ძლიერი და ნიჭიერი პიროვნება იყო ეს პიროვნება და სამწუხაროდ არც შემოგვჭა მისი არც კადრები, არც ჩანაწერები, არც ჩანახატები ისე წავიდა აქედან რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი ეს რამე ყვალი ვეღარ პოულობთ ალბათ ხო? ისინი ჯერ გამეყენია რამეში და ვიცი ცხა იმიტომ კოლექტივ ყოველმეუნებაში მუშაობდით და აქ მერე ვიფიქრებ ცოლობას ვიხსავლი და ჯარში წავალ იქაც გამოვადგება ყველგან ცხოვრებაში გამოვადგება იქ და ვიქნები მსხოლი და ავდეგი და წვედი იტაბი სასწაულში დავამთავრე და თან დამთავრებისთანავე ვეცე თან ვიციეს ჯარში ამაზე იმსახურე 3 წელი 4 თვე დავჭი და ჩამოვედი ამაზად ერთად ყველაფერი კარგად იყო და იმ სწავლა დიდი გამომადგა მე დიდი გამომადგა იმიტომ რომ დატვირთული არ ვიყავ პირთი მე არ მიწევდა რამე ფიზიკურად მუშაობა მე არ მიწევდა და ვიყავი თავისუფლად და მუშაობდი ხალხს შეუყვანდი მოყვანდი ახსოვს ჩემი ბავშვობა ყურძენი მოიკრიფებოდა კოლექტივში და ყურძენს იდავდი ქედაში და რომ გამოივლიდი ჩვენ ბავშვები შევახტებოდით ბორცზე და ყურძენს მოყვარავდით რამდენი ყურძენი გამოვლილია შენ სახლის და მუშაობდი ძალიან კარგად ზევიდა იმიტომ სწავლა შვილები კარგია რამდენი შვილი გყავთ შვილი გყავთ თუ გყავდათ ლილიაბა შვილები სამი ბიჭი მყავს სამი შვილი მყავს ერთი დარი მყავს და სამი სახელზეა სამივე არიან ბათუმში ვერე ჩემი აი მოხუცების გადაღების იდეა აქედან წამოვიდა რომ დავდიოდი სოფელში აი თქვენსავით ყოჩაღი ადამიანები არიან უძღვებიან მარტო სოფელსაც და ყველაფერს და თქვენ მალადეთ სააღო რომ ასეთი ადამიანები არიან მეთქი და ეს მომივიდა იზიათ და აი დღესაც თქვენაც აგერ უძღვებით ლამაზად და გემრიელად ამ სოფელს და თქვენს ფუძეს ვაკავებთ სოფელს ახლა სანამ შევიდახარი ღმერთმა არავინ არ დახატოს მოსავლელი და ავატყოფი და ღმერთმა წამოდით ქალაქში მე ვერ გამთ თქვენ კი არა უკვე მეც ვეღარ ვძლებ არ შენ მე ახლა ეზოში კორპუსში ვერ დავდექი გასულ იქ და უნდა ციხეში ვარ ჯერჯერობით ვარ და ბოლო რა ვიცი რა იქნება ნახოთ დრო ვიჩვენებს კარგი მევანახე ხართ მე მგონი ხომ თქვენ კაი ყურძენს კარგ ღვინოს აკეთებს ცნობილია შენი ყურძენი და შენი ყურძენი დიდი ხანია ვაწარმოებ არც რომ თქვენი საყოფისად მოყავთ თუ კიდევ დამატებითაც ღვინო ოჯახში რომ ვემყოფი ეს მატარა შვილს ისეთი უყვარს მაგრამ მოკეიფებიჩი ძალიან და რამდენი და მქონდეს რომ გავყიდო რა Sorry. იყოს არის მეცმადლობა გვაქვს იმდენი რომ სტუმართან ახლა იმდენი აჟმირა ხანდა ისე მეხმარება მაგიდას უხდება ამდვილად ქართული სუფრა ღვინის გარეშე არაფერი არ არის და სხვა რას მოგვიყვები მნიშვნელოვანს ახლა თქვა რა გახსენდება შენი ბავშვობა გახსოვს მეხსიერებას რაფერი ასაკში ხანდახან ზოგს აქვს მეხსიერება ზოგს არა მაგრამ შენი ბავშვობა თუ გახსენდება როგორი ბაღნობა გქონდა ერთი მეხსიერება ახლანდელი არ აქვს უფრო და ადრინდელი კია ახლანდელი მეხსიერება ასაკში წუმშედეს ასაკში შედიხარ ადამიანი მაინც აიციტებურად ხო და როგორი ბავშვობა გქონდა რას გაიხსენებ შენს ბავშვობაში აი ის რომ მქონდეს მოსაგონარი რომ
რაც დავარი მე ახლა აქ სკოლაში რომ დადიოდნენ ჩემ დროს ბავშვები ფეხშვრე დადიოდნენ. მე ფეხშვრები აგიმილია მე ხონდა მაჩები ფეხასფერის კერავი და იმაშობოდა რა მიგერევდა ნატოხომ ჩვენ აქ არ იყო საერთოდ გაჭირვება. ხო, საერთოდ გაჭირვება რა თქმა უნდა. ყველა მასე ამოს და ყველა ღმერთთან მოასდოს მოავის მქონოს ესეთი დრო. მაშინ ის დრო იყო. აი გადიყო ჩაცმული რა. ციგაზე გადავობდით, ციგაზე აღმარდაღმართში ციგები გქონდათ. აღნობაში. ხო, იყო მაჩიგები. კაჭკები, ციგები. ახლა თოვნის მოავიდე, იმდენად აღარ ებძია ბაღანები, ახლა სხვადასხვა დაბაშოები გამოვიდა. ტელეფონები. თოვლიან სადა მაინც. თოვლის აღარ მოდის, თოვლის თოვლის. აღარ მოდის. აი, ყველაფერი არის. ვიცოდავ თქვენ რას გვეტყვით? იმდენი სათქმელი, იმდენი სალაპარაკო მაქვს რომ რა ვიცი, მაგრამ შეგიძლიათ თქვა, შეგიძლიათ. მაშინ ჩავედიოთ ახლა ყველაფერს. თქვა, თუ რამე სათქმელი გაქვს, თქვათ. ყველაფერს ახლა და ავიბადე 1958 წლის 5 თებერვალს. ბავშვობა ქონდა გაჭირვება მე არ მახსოვს საერთოდ ჩვენ გვეძლეოდა ორი გაგალი ჩასათმელი გვეძლეოდა იმიტომ რომ 6 ობოლი ვიხავთ პატარები დავჭით 42 წლის იყო მამაჩემი დედა თქვენი დედა ჩემი 74 წლის იყო რომ გარდაიცვალა და ის მე ბავშვობა ჩვენ მუშაობდით. დები, რაც მაშინდელი გაჭირვება შეშას ვამზადებდით. რა ვიცი, ყველაფერი და ოჯახში საზამთროთ რომ მომარაგებული ყოფილიყავით. მუშაობდით. მე დერზადეთ დაალაგდნენ ყველა დებმა. ერთის გარდა ჩემი ძმა არ იყო დაოჯახებული. მე დაოჯახდა რაღაც გვია. და ერთი შვილი ყავდა ისიც გვიანომ და შეიტოცოლი ორი გოგო ყავს იქიდან ორი შვილი. ძალით სათუმში იყო და მაგრამ რაღაცნაირად აღარ იგიქნა ჩემმა ძმამ. ექსალი ხმამუჯაზეზია საუბარი საზოგადოება არ მომიცოდეს ისე წავიდა რომ ადგილზე დადიოდა მისი მოსვლელი ადგილი არ ყოფილა და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა რომ ყველას უყვარდა ამდვილად მოსაი ხო რამეზე ხელი არ ძუდოდა ოქრო რომ დიენახა ხელს არ კი ბატონო გეხახვა ისეთი იყო და ვინმესაც არ ეზარებოდა რომ მივდოდნენ ყველა ჩვენიანებთან რა თქმა უნდა დადიოდნენ მაგრამ დადიოდა მაგრამ სხვასთანაც ბევრ ადგილზე ჩვენც მასობაში მეც გავთხოვდი ყველა გათხოვდნენ დავჭი მე პატარა მეც გავთხოვდი აგერ იცნობდით ერთმანეთს ეს რომ ჯაში წევიდა მე ვიყავი 15 წლის რომ ჩამოვიდა 19 წლის ვიყავ მაგრამ მაშინ სიყვარული დღესაც იყო ესე იგი მოწონებული ხარ რომ მოგიყვანა თუ რომ არ მოწონებოდი ხომ არ მოგიყვანა რა ვიცი ესე იგი იცოდა თქვენი ყველაფერი და სადაც არის დედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო ზუსტად ასე იყო ისე ახლა მართლაც რაფერ ლამაზად გამოიყურებით და ლამაზები ხართ ერთიც და მეორეც და მე მაინტერესებს თქვენი ახალგაზრდობის სურათი რომ ორივე ასეთი ლამაზები იქნებოდით მაშინ ამაზე უკეთესი ხო? ახლა როგორი ლამაზები ხართ და მაშინ როგორი იქნებოდით? დავბედ 77 წლის გავხდი დღეს
ხედავ? ესე იგი, მაგარ დროს იგი. აი ეს რომ აწყო ვერ ჩააწყობ. ესე დღეს 5 თებერვალს თქვენ გახდით 67. 2-7-იანი. მაგას 1-7-იანი უნდა დავამატოთ წინ. სამი შვილი მყავს მერთმადლობა. მე გილოცავთ და ღმერთმა მართლაც ჯამთელად და დიდხას ამ ფუძეზე ამ ოჯახში დიდხას იყავით და თქვენი მეუღლის ერთად მართლა დამთხოვასავითაა რა. სამი რძალი მყავს, სამი გოგო მყავს. ძლები ჩემი გოგოები არიან, გოგოშვილი არ მყავს მე. ღმერთს მადლობა, კაი შვილები მყავს, კაი ძლები, ბადიშები, ბადიშის შვილები. 10 ბადიშის შვილი მყავს. ოჩა, ხედავ? ბადიში მყავს. გამრავლოთ ღმერთმა, გახაროთ ღმერთმა, რა ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება არის რამე. ჩვენ კუთხეს გავუმარჯოს მართლაც რომ ასეთნაირად ამრავლებენ და ახარებენ. მიხარია ჩემი სიცოცხლე თქვა, დანარჩენი რა დამრჩენია სხვა. ერთადერთი რომ ახალგაზრდობა მიდის ეს არის ამ სოფლიდან. მე ახალგაზრდობა მიდის, ნამდვილად რომ სოფელი დაცარიელი. ესა დაცარიელი სოფელი. ესე იგი სოფელში არიან მხოლოდ ასაკოვანი ბერმუხები, რომელიც მიხვალ კიდეს ჭიქას დაგილებენ, წაგიქცევენ, რა ვიცი. ჯერჯერობით ვარ, შეგვიძლია ნენელა ყანაში რაცა ბოსნეული ასეთები სხვაგან არ წავალ, რაც რომ ჭირდება, მაქვს ყველაფერი. ოჩა. მუშაობდნენ ნელა, ამოდიან შვილებიც დაამუშავებენ. შეგვიძლია რამდენი ჭიქა ღვინოს დალევა ხარ, რამდენი ბოც ღვინოს სვა. ახლა მეცეცვეს ვარ. ღვინოს ახლა მე აპერაციის მერე ღვინოს თავიდანაც ავნევდი, მანქანაზე რომ მუშაობდი, ავნევდი, მაგრამ ახლა ჩვენ ოჯახში მოვდა, სტუმარი მოვდა, აცხა 2 ჭიქას და 3 ჭიქას ღვინოს დავვნევდი, არა, მეც არ ვიედა. სამეზობლოში ახლა რა სექცევით? თქვენი ასაკის ხალხი ზოგი ზეივით ცხოვრობს, ცოტა ზოგი გვერდით ცხოვრობს. ვინმე აღარა, ერთი ჩემი მასლი ცხოვრობს აგერ, ერთი აგერ დაბლა ახმედი. სიო. და რით ექცევით ახლა ისინი მოდიან საღამოობით ახლა ხომ მინდა დრო მოკლა ამ ზამთარში. ჩვენ მოვდივარ ახლა ომში მივდივარ. ისე მაინც შენი ასაკის ადამიანი გინდა რომ ყავდე ხო? ჩემი ასაკის ვინმე არა. ბავშვი უნდა მოხუცი. ივია მოხუცია. აი ზაფხულობით ამოვა რომ მე ასე დამბირდა. ზაფხულობით ამოვა. სხალი მაქვს მოკლეფილი და უნდა გაჯამოო მეო ჩემი მოკლეფილი სხალი. რომ დააბრუნო დრო უკან რას გააკეთებდი ახლა თქვათ 25 წლისა გახდი რას გააკეთებდი აბა ვიცი მაგიდა ვილიამარა გავაკეთებდი ახლა კარგს გავაკეთებდი და თქმა უნდა სულსა მე არ გავაკეთებდი აი რა თქმა უნდა მაგრამ ისე კარგი ახლა რა ვიცი აბა კარგი მაშინ ახლა მე მინდა შენ ტოლებს აგერზევით მეზობლები ყავს უფრო შენზე უფროსებიც არიან შენი ტოლებიც არიან ასაკოვანები გაღმა გამოღმა გასუსურებდი ასე თქვენისთანა ასაკოვან ადამიანებს ახლა ხშირად ავდივარ უშედინასთან ავდივარ იურასთან ისინი შენზე უფროსები არიან კი ბატონო 91 ჩემზე უფროსებია ხო და რას უსურვებდით რას მაგათ ვუსურვებდი მე არ გაყოფნას ჯამთელად ყოფნას და სულ ცხოვრებაში დროული ყოფილებას ყველაფერი ის გამჩევა ვეთმა ასასლონდა აბედია სადამ იცოცხლებენ ის გემიერა და კარგად იყვნენ ერთად მე კიდე მინდა რომ ახლა თქვენ დაგლოცოთ და ღმერთმა ასე ჯამთელად დიდხანს იყავით და 50 ყველას ასე ვეუბნები მე მაგალითად 50 წლის მერე მინდა გამოვიარო და კიდევ ასეთი სიუჟეტი გავაკეთო მე თითქმეტი ერთმა გაგანული მე სმაყველაი დააბეროს ყველაი კარგად დააბეროს რამდენიც მერც აქ მოცემული
დადია მიცომეთ რაც მთავარ ამინ. გაგიმაჯოთ და იყავით ჯამთრად, ხრეთ და ბედნიერად. დავასრულეთ.